ილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. პირველ მოწამე რაჟდენის ხსენება. მეხუთე საუკუნეა. უცხო ტომელები მოდიან და საოცარი არის. მიუხედავად იმისა, რომ ერი არის და ქვეყანა გამუდმებით ბრძოლებში, გრევაშენებაში, მაინც ქრისტიანი ერი ესეთი შემართებით დგას და არანაირად არ ეპოვება განსაცდელს და მათი სიმხნევე არის გასაოცარი, გასაკვირველი. და აი, როდესაც ვახტანგ გორგასალს მოჰყავს მეუღლეთ დედოფალი სპარსეთიდან, ირანიდან, მას მოხდება მისი გამზრდელი და საოცარ ამას წერს. მისი ცხოვრების სამსწრელი ნახარა ქართველთა ზნე, კეთილობა მოეწონა და გადაწყვიტა, რომ იგიც გამხდარიყო ქრისტიანი. ესე იგი, ჩვენი წინაპარი გასაჭერს არ უშინდებოდა და ყოველთვის ქრისტეს ერთგული რჩებოდა. ისევ არც ჩვენს განსაცდელში შეიძლება ვიღაცა შეცდეს ვიღაცამ რჯულის კი დასტოვოს სამწუხაროდ. მაგრამ ის კარგი მაგალითები ჩვენი დიდი წინაპრებისა გვახსენებენ და გვიჩვენებენ მაგალითს თუ რა არის ამ წუთის სოფელში, წარმავალ წუთის სოფელში შეუცვლელი და აუნაზღაურებელი სიმდიდრე, რომელსაც ვერც ქურდი მოიპარავს, ვერც ჩრჩილი შესჭამს და ვერც ჯანგი გააფუჭებს. ეს არის რწმენა ქრისტესი, ისიც ჯვარცმუნისა. რა არ შესთავაზა და ყოველთვის ესე იყო, ხო? ამ ცოტა ხნის წინ იყო ესტატე მცხეთელის ხსენება. ასევე გვახსოვს ჩვენ აბოთვილელის ხსენებაც, ხო? თუნდაც თქვა ჩვენი თანამემამულე მოწამეების ბოროტი რა ხერხს მიმართავს. ის ხერხი დღესაც უცვლელია. ოღონდ კი რწმენა დასტოვოს ადამიანმა და სთავაზობს ყველაფერს. პატივს, დიდებას, სიმდიდრეს, ძალაუფლებას. და სახარებიდან გვახსენდება მაცხოვარმა 40 დღე იმარხულა და მიუხტაო ეშმაკი გამომცდელი. და ეუბნება, თუ კი ხშია უთხარი ამ ქვებს რომ პურებად იქცნენ. რატომ ეუბნება ამას? მასზე კი არ ზრუნავს, უბრალოდ უნდა რომ პატივმოყვარეობისა და თავმოწონების სოდვაში ჩააგდოს ქვეყნის შემომქმედი, ხილულის და უხილავეს. და ასეთივე ხაფანგს უგეს თითოეულ ჩვენთაგანს, რომელსაც რაღაცა გზით, რაღაცა დროს ეუბნება, რომ პატივმოყვარეობაში ჩააგდოს, ხან აქებს, ხან ხოტბას ასხავს, ხან ყველაფერს უწონებს, რომ იმ ადამიანმა დაიჯეროს, რომ ყველაზე უკეთესი არის. ვერ მოატყუა. ეუბნება, ყველა სიმდიდრეს მოგცემ. თუ კი რაიმე ამ დედამიწაზე არსებობს, ერთი მიზეზით მხოლოდ დავარდი და თაყვანი მეცი მე. დღესაც იგივე ეუბნებიან, იგივე მოწამეებსაც იგივე ეუბნებოდნენ, ქრისტეს ერთგულ ადამიანებსაც იგივე ეუბნებოდნენ. ქეთევან დედოფალს დედოფლობას პირდებოდნენ. და რა იყო ის წარმავალი დედოფლობა? წარუვალი გვირგვინისა და დიდების წინაშე. არც არაფერი. ასევე რა იყო რაჟენისათვის, პირველ მოწამისათვის ის პატივი, რომელსაც მას პირდებოდნენ, ოღონდ კი თავისი წინაპრის მამისეული რწმენაზე დაბრუნებულიყო. არც არაფერი. პასუხად ეუბნება, დავტოვე სიბნელე და მოვედი ნათელსა, რომელსაც ქრისტე ქვია და აღარასოდეს არ დავტოვე. ისე გვეუბნებიან ჩვენ, პატივს, დიდებას გვთავაზობენ, მაგრამ რა არის იმაზე უფრო მეტი, რაც თავმდაბალი უპრეტენზიო მუშაკობა ქრისტეს სავენახეში. და ეს სავენახე რა არის? პირველ რიგში ჩვენი თავი, საკუთარი სული. არ გვინდოდეს სხვისი არც სული, არც მანქანა, არც ქონება, არაფერი არ გვინდოდეს. და უკანყოფილდებოდეთ იმით, რაც რომ გვაქვს. თავდაბლობა ყველაზე უფრო დიდი განძი არის ადამიანისათვის. და მამებიც ამბობენ, წინასწარმეტყველიც ამბობს, რომ თავდაბალისა ლოცვას ყური მიაპყროს უფალმა და ყოველთვის აკურთხოს და არასოდეს არ იყოს იგი დავარდნილი და პურისამთხოველი. და მაშინ უფალი ეუბნება, განვეთ სატანა, რამე თუ დაწერილ არს, ყოველსა ღმერთს ამსახურებდე. ჩვენი წინაპრები ამით სუნთქავდნენ, ამით სულგმულობდნენ, გასაჭირს ამით იტანდნენ და დღევანდელ და მომავალ ჩვენი ერის
ადამიანებს ჩვენს შთამომავლობას შეუნარჩუნდეს ყველაზე მთავარი რწმენა, ენა და მამული. ისე ვარ დღეს ჩვენ რაზემ პირველ მოწამის ცხოვრება არის ნამდვილად საარაკო ცხოვრება. ბრძოლაში ახოვანი იყო, გულადი იყო, პირშვენიერი იყო, ასაკიანიც იყო, ვახტანგ გორგასლის პერიოდია. როგორც კი მოხდა მისი მოწამეობა, იმ წუთასვე ქართულმა ეკლესიამ წმინდანთა დასში შერაცხა და წრომში წამებული მოწამეობით აღსრულებული ნიქოში გადააბრძანეს მისი წმინდა ნაწილები. ხოლო მის სახელზე კი ბევრი ტაძარი ააშენეს და აი უჯარმას რო ჩაავლით ხშირად თუ ყოველდღე არა, აი უჯარმას იყო რაჟენ პირველ მოწამის სახელობის ტაძარი და მცირე ნაწილი იქ იყო დასვენებული, დავანებული. მადლობთ ღმერთს აი ესეთი დიდი წინაპრებისა გამო. ადამიანი რით შეიძლება რომ შეცდეს, მაგრამ უფალი ამბობს რომ შეცდომა არ არის დიდი დანაშაული. შეცდომა არის როცა გამოსვლა არ სურს ადამიანს იქიდან. დღეს წაკითხული სახარებაც ამბობს მოვიდა 67 გზის ითხოვა შენდობა შეუნდე. მაგრამ 67 გზის როგორ უნდა ინდომოს ადამიანო? ყოველ ჯერზე 70 ჯერ დაეცა, მოიტყვა. ესე იგი მას სურვილი აღარ აქვს რომ გამოსწორდეს, მიუხედავად ამისა მაინც შეუნდე და დაელოდე, აბა რამდენად გულწრფელი იქნება მისი სინანული. დღეს ერთს ამბობს, ხვალ მის საპირისპიროს მოიმოქმედებს. დღეს თქვათ შეურაცხყოფს სიწმინდეს, ხვალ მოდის და პატიებას ითხოვს. ესე იგი ეშმაკეულია, შეპყრობილია. როგორი მძიმე ბრძოლა აქვს გადასატანი. უფალი ამბობს, შეუნდეთ, ნუ განიკითხოთ, იმიტომ რომ არ გვაქვს უფლება სხვის იმონა განვიკითხოთ. ერთადერთი რაც რო შეგვიძლია მისთვის ვიოცოთ, რომ გონება მიემადლოს და კვლავ დაინახოს ნათელი. ნათელი რა არის? ქრისტე და მისი ცნება. არა კაცკლა, არ გინდოდეს პატივი, არც აქონება, არც არაფერი. ყველაზე მთავარი რაც რომ არის, შეიძლება ყველაფერი დაკარგო, მაგრამ აანაზღაურო. მაგრამ თუ კი ადამიანი დაკარგავს ღვთის მადლს და გახდება უმადური, მისი დაბრუნება ძალიან ძნელია. სახარებაში უფალი ამბობს, რით უნდა გადარჩეს ეს მოდგმა. ეს მოდგმა ჩვენს გვეკუთვნით და ჩვენ შემდეგაც ვინც იქნება. მხოლოდ მარხვითა და ლოცვითა. ეს თითქოს ერთი უბრალო მცირე საქმე საკმარისი აღმოჩნდება კაცთმოყვარე ღმერთის ღვთის წინაშე, რომ აი ეს მოდგმა გადარჩეს. ამიტომაც მარხვა გვაქვს და მოგვეცა დრო სინანულისათვის და ლოცვისათვის. ნუ იფიქრებთ რომ მცირე ლოცვით იოლას გავალთ, არა. ეცადეთ რომ ყოველთვის იყოს ლოცვა თქვენი იმით, როგორადაც დაადგინა ეკლესიამ, დილის და საღამოს ლოცვა. და მარხვა როგორიც რომ არის. თუმცა იქაც შესაძლებელი არის რაღაცა დაშვებები გაკეთდეს, რადგან მარხვა სულისთვის სიმტკიცისთვის არის და არა რაღაცა დაუძლეველი გადაუთმელი კანონი. ვამბობთ ამას ყველაფერს იმისათვის, რომ ამ წუთის სოფელში ჩვენი მოვლენებისა ფუძემდებელი თავად უფალია, რო არა ღვთისნება, ალბათ არც არავინ არ ვიქნებოდით, არა? რამდენი ოჯახი ვიცით, რომ შვილი უნდა დაარყავთ, რამდენი ვიცით, რომ ხავდათ და ვეღარ გაზარდეს. ამიტომ ღვთის ნერვით ყველაფერი არის ჩვენზე მოცემული და მონდობილი. ერთს მხოლოდ ითხოვს უფალი. იყავი თამდაბალი და იყავი ღვთის მცნებისა მიმდევარი და დამცველი. მიიღე ის, რასაც გაძლევს და დაფიქრდი თუ რატომ არის ეს. ბევრი შემთხვევა არის, როდესაც უშვილოთო ოჯახებს ღვთის მადლითა და შეწევნით შვილიერება ჰქონიათ. წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაც გახსოვთ ალბათ, ხომ? პატარა იყო ჯერ კიდე შვილი რამდენიმე კვირეების, რომ ემბაში ნათლობისას ფეხზე იდგა და მარხვას იცავდა. და ასეთი შემთხვევები ბევრი წმინდანის ცხოვრებაშია. სერგი რადონეჟელი, საით ცოტა ხნის წინ იყო, დაიბადა სასწაულებრივად, მაგრამ ღრმობაში სწავლა უჭირდა. გუმხურვალე ეთევედრებოდა პატარა ბავში, რომ გონება მიეცა უფალს. და ერთხელაც, როდესაც ტყეში იყო მწყემსა და მას გამოუჩნდა შავებში შემოსილი და მისცა სეფისკვერი. იხმია ეს სეფისკვერი და ყველას გადააჭარბა
თუ მეცადინეობაში და თუ ღვთის სიყვარულში. ღვთისა გარეშე არაფერი არ იქნება. და ღვთისა მადლით თავდაბლობისა გარეშე არავის არ მიეცემა. მე ვცხოვოთ რწმენაში სიმტკიცეს დღეს მოხსენიებული მოწამეებისა მარავდის ომი. იცით მარტყოფის ომში გაემარჯვეს სულ 1 წლის უკან და 25 წელს 1625 წელს შურმა გაუტანლობამ თამომწონეობამ ყველა თავის აზრს ენდობოდა და ბოლოს მივიღეთ ის დიდი დარტყმაჭრილობა რომელიც რომ მივიღეთ. დაიღუპნენ, დაიხოცნენ, იბრძოლეს, თავი დასდეს ქრისტესთვის, მაგრამ სიმწარე მივიღეთ. რატომ? განაიმათ არ დაიმსახურეს, რომ გამარჯვება ყოფილიყო. ვერ ვისწავლიდით, თუ კი იმ თავმოწონებასა და ამ პარტავნებაში დარჩებოდით, მაშინ შემდეგი გამარჯვებები აღარ იქნებოდა და დამარცხებები უფრო მწარე იქნებოდა. ისე არის დღეს. თუ კი რამ განსაცდელი გვაქვს, ჩვენი გამოფხიზლებისათვის გვეძლევა. მე ვცხოვთ დღევანდელ წმინდანებს, რომ მოგმადლონ, მათი ლოცვით უფალმა მოგმადლოს, თავდაბალი მსახურება ღვთის წინაშე, ცოდათა მიტევება მოყვასისათვის მსახურება და ღვთისადმი ერთგულებით ამ წუთის სოფელში. ყოველი ხილული და უხილავი ბოროტის დათრგუნვის, დამარცხებისა და გამარჯვების. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს ჩვენთან არის მამა დავითი საგარეჯოს ეპარქიიდან. მასთან ერთად არიან მომლოცველები, რომლებმაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ეს გზები ამ გზაზე სიარული დაიწყო ჯერ კიდევ 90-იანებში და დღეს, რადგან ამ წელიწადს აღნიშნავთ საქართველოს გაქრისტიანების 1700 წელს, ამიტომაც მამა დავითი თავის ჯგუფთან ერთად მოგზაურობს და გუშინ და გუშინწინ შემოიერეს ახმეტის მუნიციპალიტეტი, ეხლა თელავის მუნიციპალიტეტში აგრძელებენ მოგზაურობას და ძალიან გვიხარია, რომ ეს ჯგუფი თავისი წილი მადლის მატარებელი დღეს ჩვენთან არის და ჩვენთან ერთად იმსახურებს. ულოცავთ მამაოს მშვიდობიან გზავრობას, უსურვებთ, ულოცავთ დღევანდელ დღესასწაულს და ღმერთს ვთქვათ თქვენს მშვიდობიან მიმოსვლას. ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, ჩვენთან არის ღმერთი.